რა გაძლევს мотивაციას? სურო შედეგზე არ გავდიოდე, ჩემი мотивация არის, რომ ვაკეთებ იმას, რაც მიხარია. რა განსხვავებაა მუსიკოსსა და ლირიცის შორის? ორივე არის არტისტი, რა და ერთი რაღაცა ერთიანებს, რაც არის არტისტიზმი. ჩემთვის რეპერი, რომელიც მუსიკას ახმის, არ არის მუსიკოსი. როდის და რატომ გადაწყვიტა მუსიკის შექმნა? ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკის კეთება და მუსიკის მოსმენა, მაგრამ სულ ვცდილობდი, რომ ჩემი რაღაც გამაკეთებინა, რაღაც სხვა არ მესწავლა, მაგრამ ანუ არ ესე არასდროს არ მქონია იმის სურვილი, რომ ავდგარიყავი და ჩამეწერა ან რაღაცა ჩემი სახელით რაღაც გამომეშვა რა. მაგრამ ჩემ შეყვარებულთან, როცა ჩემ შეყვარებულ დავახლოვდი და ერთმანეთი გავიცანით, მან მირჩია, რომ ძალიან კარგად გამომდიოდა და ჯობდა რომ რაღაცა ჩემი შემექმნა და ჩამეწერა და ნუ იქიდან მოყოლებული მე ვქნი მუსიკას შემსას რა. ანუ мотивация მოგცა. კი, мотивация მომცა და მითხრა რომ კარგად გამომივიდოდა და ამიტომ მიუხედავად იმისა რომ მე ვფიქრობდი რომ შეიძლება და რაღაცა ჩემი სახელი მეთქვა ამ სფეროში, მაინც თავს ვიკავებდი ყოველთვის, მაგრამ ნუ სხვისგან იმ ადამიანიდან, რომელიც მithumetes ძალიან გიყვარს და ძალიან დიდ როლს ასრულებს შენ ცხოვრებაში, მისგან თქვა უფრო სხვანაირად ხდება გულზე და სხვანაირად უყურებ მე მაგ ყველაფერს. რა გაძლევს мотивациას? мотивациას იმის გარდა, რაც უკვე წინა კითხვაში ვთქვი, რომ ალბათ ის რომ ჩემი შეყვარებული და ის ადამიანი, რომელიც ჩემთვის რაღაცებს ნიშნავს იმაზე მეც ვიდრე სიტყვაზე შეიძლება ვიღაცასთან გამრავლი ან ასრობიან კლასელი ან კურსელი იყოს. მაგის გარდა არის ის, რომ იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს რა გულწრფელად და სურო შედეგზე არ გავდიოდე, ჩემი мотивация არის, რომ ვაკეთებ იმას, რაც მიხარია. ზოგადად ადამიანები ეგრე ვართ, რომ აი მაგალითად უცებ მომიტანს თუ არა ფინანსურ სარგებელს და რაღაცნაირად იხევენ ხოლმე უკან, მაგრამ უფრო რომ გიხარია, ეგ უფრო მნიშვნელოვანია. კი, რა თქმა უნდა. შენს ერთ-ერთ მუსიკაში სახელად დამტოვე, ორ კადრში ცარიელის კამის გვერდით ზიხარ და საუბრობ. შეგიძლია გითხარისი გადმოცემა გინდოდა ამით? თვითონ ლირიკასაც რომ დაუკვირდეთ, ლირიკა არის იმ ყველაფერზე თუ რაღაცამ დაგტოვა ცხოვრებაში, რასაც ალბათ უკან ვერ მოალბუნებ რა. და ის კადრებიც, სადაც სიტყვაზე მარტოზე ვარ და ის ინტერპრეტაცია არის თქოს, რომ აი მე ვიღაცას ველაპარაკები, რომელიც ჩემს გვერდზე არ არის. არის ყველაფერი იმ ბავშვობაზე, სადაც ნუ კლიპშიც არის ჩემი კადრი პატარაობის, სადაც მაგ ყველაფერმა დაგტოვა რა. და რაღაცა იყო ბოლო შენ ცხოვრებაში, რომელიც ვერც გაიაზრე რომ ბოლო იყო რა. და ეგ ყველაფერი ისე გაქრა და ისე მოგემატა პასუხისმგებლობა რაღაცეებში, რომ ვერც იაზრებ. და ეგ არის ყველაზე დიდი საფიქრალი, რომ არასდროს არ უნდა მოკლა შენი პატარა თავი რა. და მაინც უნდა იფიქრო იმაზე, რომ გულში მაინც ისე ვის პატარა ბიჭი ხარ, რაც ადრე იყავი და ანუ იდეაში ეგ არის, რომ ჩემს თავს ველაპარაკებოდი, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის რა და დაგტოვა რა, მაგრამ ნუ არ ვიკლავთ ბოლომდე გულში მას. კი, აი როცა ვიზრდებით, მე ესე ვართ, რომ всё უნდა დავსერიოზულდეთ. და ეგ ცუდია, იმიტომ რომ მე არაფერს ხალისი არ გვაქვს ხოლმე ზოგადად. კი. ნამდვილად. რა პროცესების გავლაა საჭირო მუსიკის დასრულებული ვერსიის მისაღებად? თავარი არის, რომ შექმნა თუ მუსიკოსი ხარ და არ ხარ ლირიცისტი და მზა მუსიკა არ გაქვს, უბრალოდ შექმნა მუსიკა, რომელსაც თავარია შენ მოგწონდეს და შენი გრძნობა, რომ ეს მუსიკა არის ის, რომელიც შეიძლება იყოს ფინალური ამ შენი რაღაც სიტყვის განმოსაცემად, რასაც ამ სიმღერას აკეთებ. ამიტომ ჩემი აზრით, როცა სიმღერას დაწერ, ლირიკას დაწერ, აქ თავარი არის უკვე რომ ყველაფერი კარგად გამიქსო, რაღაცა მაგ დაამასტერო, რაც ცოდნასაც მოითხოვს და ნუ მე პირადად მე იმდენი ცოდნა არ მაქვს მასტერ მიქსში, ან ჩემი მეგობრები მეხმარებიან ხოლმე რაღაც ანხმების გასწორებაში, ან ეფექტების დამატებაში და მსგავს რაღაცეებში. და თავარი რომ საბოლოო შედეგი მიიღო, ესე პასუხი არ არსებობს რა, იმიტომ რომ როცა შენ მუსიკას წერს, შენ სადაც გაჩერდები და იტყვი რომ საბოლოო შედეგია, ის არის საბოლოო შედეგი და ესე კონკრეტული პასუხი რომ აი ეს всё ფინალური პროექტია და მორჩა და დამთავრებული ამბავია, ანუ ეგრე არ არის, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა ყოველთვის აკლდეს, ვიღაცისთვის მეტიც იყოს და ვიღაცისთვის ზუსტად ის იყოს რაც უნდა. ამიტომ
თავარია საბოლოო პროექტი, რასაც დაამთავრებ და რაღაც სახეს მიიღებ, შენთვის იყოს ბოლომდე დამთავრებული რა. ბევრი მუსიკა მაქვს ჩაწერილი, რომელიც აღარ დამიმთავრებია და მიმიტოვებია, იმიტომ რომ იმის გასწორება რაღაცა იმდენად კომპლექსური იყო, რომ თავი გამინებებია რა. მაგრამ ეგ არის, როცა რაღაცას უკრავარ მელოდიას ავაწყობ, ვფიქრობ, რომ всё, წარმოვიდგენ ჩემ თავში საბოლოო პროექტი როგორ შეიძლება იყოს. მაგრამ უკვე ჩაწერაზე რომ მიდის საქმე, გასწორებაში მიდის იმაში და რაღაცეები ისე არ არის როგორც ჩაფიქრებული გაქვს. ეგ კიდევ ცოტა უკან გადმოინებს ნაბიჯს, რომ რაღაც შენი expectations რაც არის, რომ ესეთი უნდა იყოს და გამოდის ესეთი. ცოტა არასასიამოვნო არის, მაგრამ ნუ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაინც ის გავაკეთოთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. რა განსხვავებაა მუსიკოსსა და ლირიცის შორის? ჩემი აზრით, ორივე არის არტისტი რა და ერთი რაღაცა ერთიანებს რაც არის არტისტიზმი და მუსიკოსი ჩემთვის ვერ იქნება, შეიძლება ახლა ვიღაცას გული დაწყდეს, ვიღაცა მიფიქროს, რომ არასწორი ვარ, ან რაღაცა, მაგრამ ნუ ჩემთვის რეპერი, რომელიც მუსიკას ახმის, არ არის მუსიკოსი. ან ადამიანი, რომელსაც ყავს პროდიუსერი, რომელიც უქმნის და უკეთებს მუსიკას და ამაზე მე ტექსტს წერს, ჩემთვის მუსიკოსი არ არის ეგ ადამიანი, ეგ არის უბრალოდ ლირიცისტი, მაგრამ მუსიკა არის, როცა უკვე მუსიკას ქმნი, შენი ყოველ ნოტს შენი განსაზღვრავს, სად რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, რა დრამბითი უნდა კონდეს, რა ჟანრს მოიცავს, რა ემოციას ატარებს, ეს ამ ყველაფერს შენ უკვე შენით საზღვრავ, ხო? ეგ უკვე მუსიკოსობა არის რა, მეც ჩემი აზრით თავს ასე თუ ისე მივხედავთ იმისა, რომ ლირიკასაც და მუსიკასაც ორივეს ვაკეთებ, ლირიცისტად ვერ ვთვლი თავს და ვფიქრობ, რომ მუსიკოსი ვარ მეცალ, იმიტომ რომ ლირიკა იმის მერე მოდის, რასაც რა ემოციასაც ვქნი მუსიკაში რა, ამიტომ წინასწარ დაწერილი ლირიკა არ მაქვს და იმაზე არსებულ მუსიკას ვერ ვიღებ და ვერ ვარგებ რა. ანუ თქვი რომ ყველაფერი ერთმა უნდა აკეთოს იმისთვის რომ მუსიკოსად იყოს ჩათვლილი? არა, ყველაფერი ერთად არ უნდა აკეთოს ადამიანს, ანუ არის ბენდები არის, რომლებიც ცალკე არის, რომელი ადამიანი რომელიც ბასზე უკრავს, ცალკე სინთეზატორზე და ანუ ყველა მუსიკოსი არის რა, მაგრამ ადამიანი რომელიც შეიძლება ინსტრუმენტზე არ უკრავდეს, შეიძლება იყოს კომპოზიტორი, ხო? და მუსიკას ეგრეც ქნდეს და მუსიკოსი იყოს. მაგრამ ადამიანი რომელმაც მუსიკის თეორია არის ის სიტყვაზე რა არის შემდეგ უნდა მოდიოდეს, რატომ უნდა მოდიოდეს, გადასვლა სად არის საჭირო, რა ტემპი არის საჭირო. მაგ შემთხვევაში მუსიკოსად ვერ ჩავთვლი მაგ ადამიანს, უბრალოდ ჩავთვლი არტისტად და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული ის არის, ნაწილი არის მუსიკაში და იდეაში, როცა მუსიკოსი ხარ, უნდა იყო ლირიცისტის რაღაც რო, იმიტომ რომ მუსიკით კი შეგიძლია რომ მარტო მუსიკით გადმოსცე შენი ემოციები, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ლაპარაკობ და შენ სათქმელს იძახი მაგით უფრო უმარტივებ მსმენელს გაიგოს ის თითქმაც გინდა და ლირიცისტი ძალიან რთული რავი საქმიანობაა იმ ხრივ, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა გადმოცეს ყველაფერი რაც გულში აქვს ტექსტით, რომელიც რა თქმა უნდა ირითმებოდეს თუ თეთრ-თოლქი არ არის, უნდა ჯდებოდეს მუსიკაში და რა თქმა უნდა ყველა არტისტს, რომელსაც შეხება აქვს მუსიკასთან, გინდა ლირიცისტი იყოს, გინდა ის მუსიკალური ყური მაინც აქვს. ამიტომ ხო, ჩემი აზრით, როგორც მუსიკოსი, ასევე ლირიცისტი ძალიან დიდ როლს ასრულებს და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია საბოლოო პროექტის შექმნაში. რა რჩევას მისცემდი როგორც დამწყებ მუსიკოსებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც მუსიკის შექმნა უნდათ, მაგრამ ჯერ არ დაუწყიათ? პირველ რიგში მინდა რომ თქვენ გადაგიხალოთ მადლობა, იმიტომ რომ თქვენ, რავი, ერთ-ერთი, რავი, საქართველოს მოდის სხვა არც არის, რომელიც ან დამწყებ მუსიკოსებს და underground არტისტებს მადლობა ასევე ეხმარება იმისთვის, რომ დაეხმაროს რაღაც პოპულარიზაცია გაუწიოს, ამიტომ პირველ რიგში მადლობა თქვენ და დამწყებ არტისტებს, მეც დამწყები ვარ იდეაში, ხო, ანუ არ ვერც ვიტყვი რომ რაღაცას პროფესიონალურად ვაკეთებ, ან რაღაცას ისე ვაკეთებ, რომ მე დაზუსტებით ვიცი რომ ეგრე უნდა იყოს, ანუ მე ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ალბათ იმას ვიტყოდი, რომ არ უნდა იყვნენ კონცენტრირებული იმაზე, თუ რამდენი ინახვა ექნებათ, ან რამდენი მაყურებელი ყავთ რა. მთავარი არის, რომ პირველ რიგში თუ იწყებ ამ საქმეს, იმიტომ დაიწყო, რომ გიყვარდეს და რომ დადროპავან, დადებ ახალ სიმღერას ან შემოქმედებას, არ უყურებ და იმ რიცხვებს, რამდენმა ნახა, რამდენმა დაალაიქა, რამდენმა მოგწერა, რომ ვაკაია რა. მთავარია, რომ შენ იცოდე რომ კაია, შენ მოგწონდეს და შენ გიყვარეს მაგის გაკეთება და
ამ ყველაფერში და ამ სიყვარულში და იმის გაკეთებაში რაც შენ გიყვარს, აუცილებლად მე მოვა შენი აუდიტორია, შენი მსმენელი აუცილებლად გამოჩნდება და ის წრე აუცილებლად შეიკრება, რომელიც მოგისმენს და მოეწონები რა. იმიტომ რომ მარტო ნახვებზე თუ იფიქრებს ადამიანი, მუსიკოსი, ალბათ გონია რომ რაღაცნაირად სულ ნახვებზე იქნება კონცენტრირებული და რაღაცნაირად მუსიკას ისე აღარ მიიღებს, როგორც აი უხარი ეკეთება, უბრალოდ აი რიცხვებზე გადავა ფიქრი. ხო, ამიტომ საჭიროა რომ რიცხვებს არ უყუროთ. მით უმეტეს როცა ახლიდან ახალს იწყებ და ბევრს აქვს, მეც მქონია იმ მომენტი, რომ როცა პირველად ვდებ მუსიკას, სულ ის წარმოდგენა მაქვს, რომ მინდა რომ ბევრმა ნახოს და მინდა რომ აი გავარდეს და რაღაც, მაგრამ არასწორი შეხედულებაა რა. კი, რა თქმა უნდა, გაგიხარდება რომ ბევრმა ნახოს და მოიწონოს, მაგრამ მაგ მოტივით არ უნდა აკეთებდე მუსიკას, რომ ბევრმა ნახოს რა. და ამიტომ თავიდან აუცილებლად არ არსებობს რომ პირველივე სიმღერა გააკეთე და რაღაცა მილიონი ნახვა აქვს რა, არ არსებობს ეგეთი რაღაცა. თავიდანვე რაღაცა არ ჩანხარ და ცოტა დაფარულად მუშაობ და ძალიან underground-ი ხარ, არ ნიშნავს იმას რომ არ გამოგდის, ან შენი სფერო არ არის და ხელი არ უნდა ჩაიქნიო და მაინც უნდა აკეთო რა. სიყვარულით უნდა აკეთებ და მთავარია ამ ყველაფერს. თან ყველას არ აქვს აი ეს კონტაქტები, მაგალითად ერთი ადამიანია მუსიკოსი და არ იცნობს სხვა მუსიკოსებს და შეიძლება იფიქრონ რომ აი რა აზრი აქვს, მაინც არავინ არ მიცნობს არც მუსიკის სფეროში, არც ზოგადად და რაღაცნაირად ხელი ჩაიქნიონ მაგ ადამიანებს ეს ეტყოდი. საერთოდ არ არის საჭირო კონტაქტები გქონდეს, ან სხვა მუსიკოსებს იცნობდნენ რა. პირადად მე ესე არც არავის არ ვიცნობდი, რომელიმე მუსიკოს, არც პირადი ურთიერთობა არ მქონია, უბრალოდ ალბათ ერთ-ერთი ფიტი მაქვს ჩემს ძმაკასთან, რომელიც ასევე მუსიკას აკეთებს, ბაჩო 999 და ხო, მაგრამ ანუ არ ნიშნავს ის, რომ ეგ ადამიანი რომ ყოფილიყო ან არ ყოფილიყო, მე ჩემს მუსიკაში რამე შეიცვლებოდა თუ არა, არაფერი არ შეიცვლებოდა. ამიტომ ის რომ შენ რაღაც კონტაქტი არ გაქვს სხვა მუსიკოსებთან და იმ ადამიანებთან, რომელთაც შეიძლება რაღაც საერთო აზრი აკავშირებდეს, არაფერს არ წარმოადგენს ეგ. თავარია რომ შენ აკეთო ისევ ის, შენთვის აკეთო, შეიძლება რომ კი სხვისი აზრი გაინტერესებდეს, მაგრამ მაინც შენი რასაც ფიქრობ რომ სწორია, ის უნდა გააკეთო და კონტაქტებიც აუცილებლად მოვა რა დროთა განმავლობაში. მაგით არ არის მარტო კეთება ცუდი, იმიტომ რომ მუსიკა მაინც შენზეა პირადულია და თავიდან თუ მარტო დაიწყებ, მაგას არ აუშავს. ხო, ანუ მე მაგ შემთხვევაში თავიდან ძალიან ადრე, როცა პირველად გიტარა შევეხე, ან მომინდა რომ ჩემი მუსიკა გამეერთებინა, რაღაცა ბენდი შემექმნა, ყავდა ბენდის სახით რაღაც ამდენივე ადამიანი ვიყავით. საერთოდ სხვა სახელით, არც არაფერი არ დაგვიდია საავტორო, მაგრამ ანუ ისე მოხდა რომ დავიშალეთ რა. და მაგრამ ეგ არ მიწყვიტავდა იმას, რომ მე მუსიკას ვერ გავაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მაშინ დრამზე დავკრა არ ვიცოდი, ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენება არ ვიცოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში მე რომ მინდოდა რომ მე რაღაც შემექმნა, ამით ხელი არ შეუშლია იმას, რომ სხვა გვერდში არ მყავდა რა, რომელიც სხვა იდეას შემომთავაზებდა მუსიკაში, რომ მოდი აქ ეს აკორდი კი არა, მოდი ეს აკორდი ვცადოთ ან რაღაც. არა და ანუ ჩემით გადავწყვიტე რომ მუსიკა რასაც წერ, ყველაფერი ავაწყო ჩემით რა. მართალია, ბევრჯერ მქონია ის მომენტი, რომ მეთქი ვახრა გაიქნება და რა ხა სტუდიაში რამდენიმე ადამიანთან ვიყოთ და ეს აზრები გაიყოს მეთქი და რაღაც სიახლე გავიგო მეთქი, მაგრამ ანუ არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ეგ.